მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარ სმენა დაქვეითებული, მინდა რომ მიგანიშნოთ რომ სმენის აპარატი მიკეთია. გრამატიკა ნელ-ნელა ვსწავლობ როგორც ყოველთვის. მოკლედ დღეს მე ვნახე სიზმარი 9 იანვარი 2025 წელი. წერა გრამატიკა არ გამომდის, იმიტომ რომ არ გამომდის და ვფიქრობდი რომ ვიდეო ჩამეწერა რომ ჟესტურად და ლაპარაკის დროს უფრო გამომდის ხოლმე და ასე მგონია რომ მიხვდებოდი რას ვაუბრობდი, ვიდრე წერა გრამატიკა. მოკლედ მე ვნახე სიზმარი ვიღაც იუთუბერი ვიღაც იუთუბერი პიროვნება რომელიც ღარები ანუ თვითონ პიროვნება ღარებია და ის იუთუბერი ცდილობს რომ ფული გამოიმუშავა მოგების რა და ეს პიროვნება ნახat სოციალურ ქსელში და თვალსაზრის ანუ თვალის დანახულით რაც შეამჩნია კადრში სოციალურ ქსელში. კადრში ჩანდა ისა ჭერზე რომელიც შუქის სამზოლებიანი და სამზოლებიანი სხვადასხვა ფერები აქვს. ანუ ლურჯი, თეთრი და წითელი. და ის იუთუბერი პიროვნება შთაგონა რომ თითქოს ეს ჭერიშუქი რომ რუსული სიმბოლოა. რუსული დროშის სიმბოლოა და ასე შთაგონა. და ეს პიროვნებას იუთუბერი ცდილობდა განმარტოს და გაამჟღავნოს ვიდეო რომ აი ეს რუსული დროშის სიმბოლოაო. ასე ფიქრობდა. ხო და ასევე ფიქრობდა რომ პიროვნება იუთუბერს რომ დიდი ფული გამოიმუშავებდა რომ ბევრი მაყურებელი ნახავდა. ამის გამო ავსელებს ვიდეოს. მაგრამ ამას ცდილობს რომ ანუ ვიცი რა მას დაინახა და თავისი აზრით თვალის აზრის რა და ასე ფიქრობდა რომ ეს რუსული დროშის სიმბოლოა და ამჟღავნებდა. თუმცა მას ფიქრობდა რომ ამას ისა რა ქვია ბევრი მაყურებლები ნახავდა და დიდი ფულის მოიგებდა რა იუთუბერობას. ხო და მაგრამ თვითონ პიროვნება იუთუბერი დიდი შეცდომა აქვს. რომ არ შეესაბამებოდა რუსული დროშის სიმბოლო. იმიტომ რომ შეცდომა არის. ანუ სინამდვილეში რუსული დროშა სიმბოლო არის თეთრი, ლურჯი და წითელი. მაგრამ ის რაც დაინახა ჭერზე შუქი, სამზოლებიანი შუქი რა სხვადასხვა ფერები, ეს იყო ლურჯი, თეთრი და წითელი. და ამის გამო შთაგონა რომ თითქოს რუსული დროშის სიმბოლოა, მაგრამ არ შეესაბამებოდა დიდი შეცდომა უშვებდა ამ პიროვნება იუთუბერს. ხო და ეს ვნახე სიზმარი რას ვნახე და სულ ეს იყო. ეხლა მე იმას ვიმჩნევთ რომ იმ ხალხს ვისაც ამას აკეთებს ვუწოდებს რომ ასეთი რამეს შეცდომებს ნუ უშვებს არეულობას ეს ყველაფერი არის დიდი არეულობა
და ხო ანუ ელემენტარულად ყველა ერთმანეთის ჩხუბობს აგრესიულობა ზალადობა ყველაფერი საფეხურზე მიდის ეს სიბრაზე ეს ძალიან ცუდია მით უმეტეს არეულობა შეცდომა და ასე შემდეგ ხო და არ შეიძლება ასეთი ქმედებები რას მე ვნახე სიზმარი და ამას განმარტეთ რომ არ შეიძლება ასეთი მოქმედება არ შეიძლება რომ გამოამჟღავნო ანუ ყველაფერი აბრალებს რა რაღაცა სიმბოლიკა რაღაცა დაინახა მაგრამ ყველაფერი არის შეცდომა და ჩემი აზრით კი არა მე ხედვა მაქვს და იმას ხვდები და ვგებულობ რომ წარმოიდგინეთ რომ აი ამჟღავნებს რას არასტორია და ადამიანებს ერთმანეთი დააბრალებს, იჩხუბებ, რა აი მაგას ქვია არეულობა, რასაც ყველაფერი ერთმანეთს ჩხუბობენ და აგრესიულობას მიდის საფეხურზე. ელემენტარულად აი წარმოიდგინე ორი ადამიანი როცა ჩხუბობს, მე 10, მე 100, მე მთელი საქართველო აგრესია იზრდებოდა ეს საფეხური. ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ შეწყვიტე ესეთი ქმედებები, ნუ დაუშვებ ეგეთის შეცდომები. მე ეხლა იმიტომ განმარტეთ, რასაც ხსნით, არ არის ეს კარგი, არ არის ეს ნორმა, ყველაფერი არის კოშმარი, ყველაფერი არის ესა აგრესიულობა, ყველაფერი არადამიანური იწყება ეს ყველაფერი და რახან ეს სიზმარი ვნახე და ჩამეწერა და მართლა ძალიან ცუდი რაღაცები ხდება, რომ აი არ გადაიძარდო აი საფეხური და ანუ აგრესიულობა, დიდი შეცდომები, არ ვიცი და რაღაცა არ მინდა ისეთი რაღაცა ისეთი კოშმრები მოხდეს ვიღაცა დაშავება და რაღაცა. აი მაგას გულისხმობ რა, ძალიან ცუდია და ამიტომ თავი შეიკავე ეგეთი რაღაცა ქმედებებით. და საერთოდ პარლამენტში აქციები ას დამთავრებულა მანდას დიდი არეულობა ეხლა რასაც დღეს ვნახე სიზმარი ზუსტად ვიცი რომ ეგეს დიდი არეულობა დაემატება და იმიტომ ჩავიწერეთ რომ წინასწარი ვაფრთხილებთ მთელი საქართველო რომ ეგეთი რამე შეცდომებს ნუუშვებს და ერთმანეთს ნუ ჩხუბობთ საერთოდ არ ვიცი რა რაღაცა დაუმოწმებელი მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო რას მინდოდა რომ ეთქვა სიფრთხილეთ ნუ დაუშვებს შეცდომებს სისულელებს არ ვიცი რა მეტი რა ვთქვა მართლა არ ვიცი ვცდილობდი რომ თავი შეიკავო ეგეთი რაღაცები და აი ერთმანეთის ჩხუბობს და წარმოიდგინე რა ერთმანეთის ჩხუბობს დაჟე როგორც საქართველოს რუსეთი ერთმანეთში ჩხუბობს აი როგორც ისე ყველაფერი შეცდომას უშვებ ერთმანეთში ჩხუბობენ აი წარმოიდგინე შეცდომას რომელიც არ შეესაბამებოდა რაიმე ისეთი როგორც სიზმარში ვნახე ისეთივე რა აი ეს აი რუსული სიმბოლო აი მაგრამ არ შეესაბამება და წარმოიდგინე ერთმანეთში ჩხუბობთ აი ეს არის დიდი შეცდომა და დიდი უბედურობა ამიტომ თავი შეიკავე ნუ დაუშვებს შეცდომებს მეტი არაფერი არ მინდა ერთადერთი მინდა რომ თქვა მშვიდობა იყოს საქართველოს მშვიდობა იყოს რუსეთი მშვიდობა იყოს უკრაინა მშვიდობა იყოს მთელი მსოფლიო მეტი არაფერი საერთო მსოფლიო მშვიდობა უნდა იყოს რა დაიმსგავსა ეს ეხლა ის რასაც ხდება მე რასაც ვაკვირდები პარლამენტი აქციები არის დიდი არეულობა ასთავდებოდა ოდესმე დამთავრდეს ეს ყველაფერი ოდესმე და თქვენ ას გიფიქრია აი თქვენ ვერც კი შეამჩნევთ შეცდომები და რაღაცა შეიძლება მართლა ვერ შეამჩნიო როცა თქვენ რაღაცა შეცდომებს უშვებთ
და ის ვისი ნაჩალიჩი თითქოს ეს ვინ მოახსენა რუსული რაღაცას დამახინჯები და აგრესიულობა რო იწყებს ხალხის ქმედები. არ ვიცი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რატომ, რითვის და ასე შემდეგ. მოკლედ თქვენ გაერკვიეთ თავში ეთი მაინც ჭეშმარიტი ეძებე, ვინმე თუ რამეზე, აი ეძებოთ ჭეშმარიტი რა, რამეზე დამნაშავე, ასე თქვათ. ვინაა დამნაშავე, ან რაღა. აი რა, საერთოდ რა, ყველაფერი. მოკლედ რა, მე დავასრულეთ და მართლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშვიდობა იყო მთელი მსოფლიო. მეტი არაფერი. ნუ გავზარდოთ ასეთი აგრესიულობა, ზალადობა და რაღაცა. ეს უკვე ბოროტებაა. ერთმანეთში აღარ გიყვას ადამიანები. და საერთოდ პარლამენტში არის დიდი უბედურობა, რატო იცი? წითელი და ლურჯი პარტიები და თქვენ იჩევდი წითელი და თქვენ იჩევდი ლურჯის. ეს როგორც გაყოფილია. ერთმანეთი ჩხუბობენ. ვისი ჯობი ხარ, ვისი ჯობია, წითელი თუ ლურჯი? რა დაემსგავსა ეს პარლამენტი? მით უმეტე რამდენი პარტიებია, წარმოიდგინე და ტახტი ვინ დაჯდა შენ ელემენტარულია. და საერთოდ ღმერთი, ნუ ეხლა ვისაც ღმერთი გწამ, ეხლა კარგად იცი, ღმერთი ერთია, ყველა ღმერთი ოჯახში მთელი მსოფლიო. აი როგორც სასუფეველი ღმერთას ოჯახთან ერთად. და პარლამენტი ძალიან დიდი განსხვავებაა. ეს პარლამენტი აი გაყოფილი ხალხი. და არავინ ერთმანეთს არ აფასებს. ერთმანეთი ჩხუბობენ. და ვინ უნდა დაჯდა ტახტი, წითელი თუ ლურჯი. სანამ აი დავუშვათ წითელი გაიმარჯვა. ამ შემდეგი მომავალში ახალი დაწყება სხვა პარტიების, რომ წითელი აღარ მოგეწონებოდა. ეგრეს რომ დაიწყებს ბრძოლა, ლურჯის ირჩევ. ხანა წითელი, ხანა ლურჯი, ხანა ყვითელი, ხანა ესე. მოკლედ უბედურობა ეს ყველაფერი პარლამენტში. უღმერთობა, არანაირი სიწმინდე, რას გავს ეს პარლამენტი, მართლა გეუბნებით. ლაპარაკი ვერც კი მოვჩი, მაგრამ ძალიან მინდა რომ გაიგო და იფიქრო აი ამაზე. რა საერთოდ ტვინში უნდა იფიქრო. არ მინდა რომ ზედმეტი რამე ვთქვა. უბრალოდ რას გავს პარლამენტი. ვინ უნდა დაჯდა ტახტი, წითელი და ლურჯი, ანუ ყვითელი და საერთოდ როცა წითელი ტახტი დაჯდებოდა, მე აღარ მოგეწონებოდა. დაშორდება, გააგდო ისა პანჩური და მე სხვა ტახტი დააჯინე. მე ეგის აღარ მოგეწონა, პანჩური დააყავდა, ასე შემდეგ. მოკლედ ერთმანეთი ხორცავს რა. ეს საერთოდ ნორმალურობა არ არის. ეს არის დიდი ბოროტება, აღარანაირი სიყვარული, აღარავინას არ უყვას ადამიანები. აი წარმოიდგინე რამხელა ლოგიკაა, უყურე, როცა ფეხბურთი ჩემპიონი ქართველები და უცხოელები შეჯიბრებაზეა. წარმოვიდგინოთ, რომ ქართველები გაიმარჯვა. ქართველები მაყურებლები უხარია და ზეიმობს, ხო? ყველაფერი ეხუტება. და აი რაღაცა ბრწყინავ, გახარებული, ზეიმო, ქეიბობს. და წარმოიდგინე ფეხბურთი რო დამთავრდა და ეხლა რაღაცა აი მე პარლამენტში რაღაცა ხდება. და ის უკვე სხვა მხარესაა, ლურჯი და წითელი. ეგენი ორივე იჩხუბებენ. და წარმოიდგინე ფეხბურთი რო დაიწყო ჩემპიონობა, წითელი და ლურჯი იქ ფეხბურთზეა საყურებლად. და როცა ქართველები გაიმარჯვებენ, ეს ხალხი მაყურებლები წითელი და ლურჯი ერთმანეთში ჩაეხუტებიან. მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ აი პარტიისგან რაღაცა ზოგადად ვიზახი. ანუ ერთმანეთი ჩაეხუტა, მაგრამ პარლამენტში როცა რაღაცა ხდება,
წითელი და ლურჯი ერთმანეთს ჩხუბობენ. ალბათ მივხვდი რასაც ვჯელობ, ცოტა რომ ჩაწვდე. მოკლედ პარლამენტი არის დიდი კოშმარობა, დიდი არადამიანობა, არ არის ეს არ არის კარგი. სადგაგონია. არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, თქვენ თვითონ იაზროვნეთ, თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ, სადაც იხარ, ვის ირჩევ, რა გინდა პარლამენტში, თქვენ ეს უნდა დამთავრდეს ყველაფერი კოშმარი რა, მეტი არაფერი არ მინდა. ღმერთო, ყველაფერი მშვიდობა მოუტანო მთელი მსოფლიოს, მეტი არაფერი არ მინდა. ეგ მინდა ყველაფერი, რომ მშვიდობა იყოს, დამთავრდა და ნამხვალის. ძალიან დამხალა ეს ყველაფერი, რომ რასაც ხდება. კარგად.